გამარჯობა მეგობრებო, დღეს ჩვენ უნდა გავიგოთ თუ ვინ არის პრომო თამაში და ჩემთან ერთად იქნება რაბანა და რატი. გამარჯობა. სალამის. ბიჭებო, წესები არის ძალიან უმარტივესი. შემოდის 6 მოთამაშე და 6 მოთამაშიდან ერთი ფეხბურთელი თამაშობს უმაღლეს ლიგაში. ჩვენი მიზანია რომ უნდა გავიგოთ ვინ არის ეს, თუ არა და წავაგეთ. მოდი, შემოდით ბიჭებო. ყოველ რაუნდის შემდეგ გვარდება ერთი მოთამაშე. პროფესიონალი თუ დარჩა ბოლოს მოვიგეთ. და ჩვენ თუ წავაგეთ 1000 ლარი მიდის ბიჭებთან და თუ მოვიგეთ ჩება 1000 ლარი. აი ესე იგი ბიჭებს რა მოტყუების უფლებაც აქვს, ეგრე გამოდის. კი. პირველ ნომერმა პენალტი მოდი, სანამ პირველ ნომერზე გადავალთ, ვანდერა, ჩვენი ძმა. გამოვიწყდა ვანდერა. ვანდერ ბოდიში. უკვე ისე ხარ ჩვენში რო ხო ხდები, აღარ უნდა წარდგენა ვანდერ. ჩემო ძმაო, ვითომ აი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ურტყავ. გადამწყვეტია. კი და თან უნდა აღნიშნო რა. უნდა აღნიშნო აცილებაც და გოლიც. ანუ ბიჭების თავარი მუღამი არის რომ პროფესიონალად უნდა წარმოადგინოს ყველამ თავი რა. არა, გამხანოა იქ. განიცადა, ნახე, აი განიცადა. რა და ოპა! ლახე ჩემი. ნუ კაი დარტყმა იყო, მაგრამ არა უშავდა. მეხუთეა ხო ეს? კი, ეს მეხუთეა. ბიჭებო, ჯერჯერობით გოლი ვიცით ხო რაც ხდება? აუ, ჩემი. მაგრამ აი პირველ მესით რაღაცა გააკეთა, ვერ შევინახე. გონია რომ დადგა, მაინც გონია რომ დადგა. ნახე. აღნიშნოც კაია. ბიჭო, მე მგონია რომ მეხუთე უნდა შევინახოთ. საყრდენი ფეხი ისეც უნდა დადგა. მეხუთე. რაბა, შეგადაწყდა. არ გონია რომ პირველი ნომერი ეგრე აშკარად აშკარა მეხუთე ნომერი უფრო არის. ან პირველი გავაგდოთ, ან მეხუთე მე ესე. ბიჭო, აი პირველს ახლა ვიზუალურად რო უყურებ, ჯანზე არის. ბიცეპსი რო განახო თუ შეიძლება? ჯანზეა. ვაა. კაი, მოდი, პირველ და მეხუთე რო წინ გამოხვიდეთ თუ შეიძლება. პირველ და მეხუთე წინ გამოდით რა. ბიჭებო, რომ გვაჩვენოთ თქვენი საყვარელი აღნიშვნა რა არის, აი გოლის შემთხვევაში რა. ვერც ერთმა ვერ გაიტანეთ, მაგრამ პირველი ნახე. მეხუთე? მეხუთე? მეხუთე აქ არ არის. ეს მოდი, უკვე ნათელია. მოდი მეხუთე ნომერი და მოიხსნას და თქვას რა, თუ არის თუ წავაგეთ. ეგაც მოიხსენე. არა, იქნებ სხვენი ადამიანს. არ არის მაგ. არ ვიყავი ნამდვილად პროფესიონალი მოთამაშე. მადლობა დიდი, გაიხარე წარმატებები. ტაში თუ შეიძლება. ავასილო ტაში თუ შეიძლება, ძმებო. მეორე რაუნდი ძმებო არის, ფიშკებში უნდა გაზვნენ და უნდა დაარტყან. შეგახატავება ყველა. ბიჭო, ვიკაიფება ეს დატო. ბიჭო, ის ძალით აკეთებს თუ რა შულა. მეგობრებო, ამასობაში გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო. 5000 ლაიქზე გადავიღებთ მეორე ეპიზოდს და რაბანას არხი აუცილებლად გამოვიწეროთ, რატის არხიც აუცილებლად გამოვიწეროთ და ცაცია, ნახე. ცაცია. კაი გასწორება და კაი არა. შეგდება და ოპა! აბა დაიწყე ზმა, აბა. სწორედ მორჩავთ ხილასოთ. ფიშკებში არ გავიდა, მაგრამ კარგი. მეგობრებო, TikTok ედიტები გააკეთეთ და მოიგეთ თანხა. #ხიდეშა16. ოპა! კარგია. აი დაწმა. კი, მაგრამ პირველ ნომერი დაუსვენ. არა, პირველი დატო, უჭვენო დატო. აი მეოთხე ნომერს მაქვს ერთი დეტალი. შემჩნეული რატო არ მინდა რომ გავაგდოთ ეხა რა. ჯერ ეგეც რომ შაროლიაც შე ისეთი ბრენდის რომ ეს უბრალოდ ესე არ ეცრევა რა. შეიძლება გუნჩი დაურიგეს რა, მაგრამ ეგ პირებაში მოხდა. ხო, მაკრონის შაროლია რა. მეექვსე ნომერზე მეექვსე ნომერის გომაც აი როგორ არის აი გონია რომ ხა ჩიმნი ჩაიქცევა. ზადარი უკვე რომ ხელი დაიდოს გულზე და რა ბანე შენ გადაწყვეტე, მე მივიღე გაწყვეტილება, შენ გადაწყვეტე. ჩემი აზრით სამი აღარ მაქვს ბიჭო როგორია. ჰა? და დაისვენოთ ჩვენც და თვითონაც დაისვენოთ ჩემი აზრით ძმა ვარ კარგი. გვაბატიე ძმაო ბოდიში, მოდი მოიხადე ვალი. პირველი ნომერი. ხარ ძმაო პროფესიონალი? მე ნამდვილად არ ვარ პროფესიონალი მოთამაშე. სტამბი ძალიან ძნელი. არა, რატო ხმე აქ ჩაოლებას უთამაშებდი, შეხედე. დავატოვე. მოდი გადავიდეთ მესამე რაუნდზე. ერთ-ერთზე გასვლები. ეს მიშენი. აუ პრო ვინ იქნება როგორ? დააწი გამო. წავიდა. გადაუგდეს. ოპა! სლეხი პატარა ნაბიჯებით გამოვიდა რა, აი ძალიან ისე.
ოპა, ნახე. აუ, რა კლასნა შეასრულა. აუ, ეს მაგალითულია. აუ, აქ აღარ ვიცი. მეოთხე მივიდეს. ოკეი, დამე დაკმა. მგონი დაიწვა, თავი თვითონ დაიწვა მგონი. გასაგებია. ჯრო რამე ხლადაც ისეც ვერ მოთხოვ რა. ვა. ეს შოუს ელემენტების კარგი. გაჩუმა. გაგა შენ გაგაჩუმა. პირველ ტაიმის დასაწყისია. დაახლოებით 15 წუთია და წופნელი გეძახით უკვე რომ უნდა შეეცვალოთ. მე მაინტერესებს თქვენ 4-დან რომელი წავიდოდა შეცვლაზე, აი ატკიებული ფეხით რომ ვითომ ფეხით კივა და განაროცხული. როგორი პროფესიონალური კითხვა იყო რა განასხვიდა. რომელიმე თქვენგანი თუ იზავ და უბრალოდ ერთი ნაბიჯით გადმოდგას წინ ნაბიჯი. ვა. მეგოდი რომ გასაგდებია. კარგად იყავი სამზნო. მაგას პროფესიონალი არის ზავდა. 6 ნომერი. აი ხა პროვარო რო თქვა, აბა ბიჭებო თქვენ. ამ მაგატელის შემდეგ რომ ადამიანს გააძლევს. ესეთ მაგატელს შეაგდებ. იცნო გონი და ძამა რა. არ ვიცნია დედას ვიცა. არა. არა უშავს. აი იყოს. აცი. ეს მომას ძალით იდე კი ესე? ძალით იდე კი. შეწმოს ვიცა მეგონა რომ რაღაცა ჰიმნის ის იყო. მეგობრო მეოთხე რაუნდი იქნება, თითო კითხვას დაგისვამთ და მოდი კითხვის მერე თუ შეიძლება ბურთი რომ მივცეთ და ცოტა აკეთებ. ცოტა ხო შევხედოთ რა როგორი კი, მოდი მეორე ნომრიდან დავიწყოთ მაშინ. რა ქვია? საბა. რომელ გუნდში თამაშობ? გაგრაში. რა ნომერი ხარ და რატო თამაში მაგ ნომერზე? 6 ნომერი ვარ. თამაშობ შუაში. საქმეზე აშკარად. წონა რამდენია შენი? 60 კილო. აი რა გაგრა არ არის უმაღლეს ლიგაში მე მგონი. არის? არის უმაღლესში? ხო. აჰა. კი. აა მესმის გასაგებია. დემბელესაც მოდი მესამე ნომერიც გამოვიდეს. აი ვთქვა ახლა მე დაგისმე შემდეგ ვთქვა გაძლევს ყვითელზე არ გეკუს იმ საჭთა როგორი რეაქცია გექნება აი. არანაირი. შეიძლება მეორე ყვითელი გამოიწვიოს და გამოგდა. ბურთი რო აიღო რა მეგობარ. აი ბურთს დაგიგონეთ აბა. რა მაგ მგონი საკმარის. აბა ფეხი გადაატარე თუ შეგიძლია. არა, ფეხს მგონი ვერ. ფაში გინდა გადაატარა. კი. სალამი პირველ რიგში მაინტერესებს ეს შარვალი და ბუცები საიდან. დაერყა. უბრალოდ თავის დაწვა იქნებოდა, ეხლა რო თქვა რომ გუნდში დამირიგეს. იმიტომ რომ მე წინა იტალიაში, მილანში. გასაგებია. ხო, რა პოზიციაზე თამაშობ? თუ თამაშობ ცენტრალური არის სტრაიკერი. ცენტრალური სტრაიკერი ცა? ცენტრალური თავდაცვა. სიმაღლეში რამდენი ხარ და წონა? 1.80 m, წონა 75. გუნდი არ გაინტერესებთ რომ გუნდში აა თამაშობ. მოგიგებული გასხრი უკვე გამოსულ. სათამაშო. მე შახტე. სადა? ტყიბულის მე თამაშობდი მან და მოგიხო მე შახტეს უმაღლეს ლიგაში გამოვიდა. გახურებას როგორ აკეთებ? გასაგებია ეს ერთი გაწელვა, კი ბატონო. მეორე გაწელვა. ეს უკვე ბალერინაზეა ჩემო. ფეხს მithebna. ეს რა არის? ეგ რისთვის ჭირდება? მე ვფიქრობ რომ მეორე გვატყუებს სავარაუდოდ არ არის პროფესიონალი. მაგრამ კარგი. მაგრამ უფასებ ცდელობას ის რაღაცა 50 ლარ ჩაგერიცხება, მადლობა. ხო მორზანდი ხო? მორზანდი. დაგვენახე. მე რა თქმა უნდა არ პროფესიონალი. ფეხი არ გაღიარეთ, თქოს მართ. ბიჭო, ტოფების მაქვს, მაგრამ კუბატა თითოზე გამოვიწეროთ აუცილებლად, მეგობრებო. ოპა! ახე ამას რო აკეთებ? თამაშობდი გაკეთებ. ძალიან ბავშვობაში. კუბატ, მადლობა, კუბატ. ბიჭო, მგონი სწორად მივდივარ. ბიჭებო, ორჯერ შევუტევთ ერთმანეთს. აუცილებლად კარში მეკარიც იქნება და გოლის გატანაც უნდა იყოს და გოლს თუ გაიტანთ აღნიშნაც აუცილებლად უნდა მოხდეს რა. მოდი დავიწყოთ ეგრევე. ბევრი რო აღარ. დავიწყოთ ორ-ორი შეტევა. მეოთხე ნომერმა თქვა რომ სტრაიკერი ვარ რა. ხო და. აჰა, დაუბრუნდა. ნახოთ ეხლა წესით აი შეტევაში. ახე ცველის არა, გონი გამოჩადა რა. ო, კაი იყო. გასაგებია. მე მგონი მეორე შეტევა აღარ უნდა.
ისივი კოპიროკას აკეთებს როგორც ჩიდურად. არა, ჩქარია, არის სტრაფია, ჩქარია, მაგრამ ტრაფია. სტრაფია. თითო თო შეტევას ბიჭებო, აბა. დარწმუნებულია? თან ბიჭო ეს. ვაი. მოძრა გაზრა ყველაფერი. ბიჭო, მეოთხე აუ, არაფერი დაიზიანო, ბოდი. შემოძმაო, შენ თუ უმაღლეში თამაშობდა რა, ეხლა ჩვენ თუ კომპენსაციები უნდა მოგხოლოს, შენ რა გუნდა არ გვინდა. რაღაცეებში მაგარი ის აქვს რა. ბიჭებო, რომ მოხვიდეთ რა შეიძლება. მეგობრებო, სანამ საფინალო გადაწყვეტილებამდე მივართ და გავიგებთ თუ ვინ არის პროფესიონალი ფეხბურთელი, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო 500 ლაიქზე. გავიმეორებთ და რაბანას არხი და რატის არხი აუცილებლად გამოიწერეთ. და TikTok ედიტების გათამაშება მიმდინარეობს. ხიდეშა 16 ჰეშტეგით აუცილებლად და თუ მოგეწონათ ეს პროექტი აუცილებლად დააფიქსირეთ კომენტარებში და ისეს დაგვიწერეთ. და თუ ვინ გინდა ვინ მოვიდეს შემდეგში. კი ბატონო. მოდი ახლა კი გადავიდეთ თუ რაბანო. დაიწყეს მო. რომ მესამესთან მაქვს ერთი კითხვა რა. წეგან 1-1-ზე რო ჩელენჯი იყო, არ გაართულა რა საქმე და მაინტერესებს რატო არ შევიდა უფრო სიღრმეში და რატო გადაწყვეტა რა შორიდანვე გაეტანა რა. რამე მიზეზი თუ აქვს მაგას. იმიტომ რომ სივრცე გამიხსნა. ბიჭო, როგორ პასუხებს ეს? იცი, არ გვენა. თითქოს წიგნში აქვს წაკითხული. ვინ არის ეს მაინტერესებს? სასწრია, მაგრამ უცევით მოსვლა, აი შიპოკაც უნდა ქონოდა მაინც რა ჩემი აზრით, ხო რა. და უნდა ეკითხა, რომ აი ანუ დაინახებინა რა. ჩათაშია? აქვსო. შეგიძლია გვაჩვენო. მიდი მოვიტანე. მოდი. აი მე ბიჭო, მე მაგალითად მეოთხე მგონია ფეხბურთელი ძმაო. იმენა გეუბნები ან სასოლგარი თამაშობს, ან უმაღლეს თამაშობს, იმიტომ რომ იქ 1-2 ისეთი, ანუ იმენა მეოთხე მგონია რა ფეხბურთელი არის და ან გეუბნები არ გავაგდო. აი სამ ნომერში ვთქვი, რა ადგილას თამაშობ? ნახევარმცველი. სეზონში რამდენი გოლი გაგო საშუალოდ? აი გააჩნია სიტუაციას. თამაშს შეიძლება 7, 5, 10, 15. მე მგონია მესამეა რა პროფილი. ყავს ის ნახევარმცველი ფეხბურთელი და სეზონში. გააჩნია შეიძლება ქვედა ლიგებიდან ხო არის ხა ორი უმაღლეს ლიგაზეა საუბარი რა. ანუ შეიძლება უმაღლეს ლიგაში არ არის და იმაში არის რა. არა უეჭველი უმაღლეს ლიგაში. არა, უეჭველი. ანუ 11 გოლი. მე მაინც რაბანოს ხარეს გადავიწევი და შეცდომას უშვებთ, აი გეუბნები შეცდომას უშვებთ. ნახოთ 1000 ლარი წავა რა თუ 1000 ლარი ზედაც ვატყი. ვინ არის პროვაიდერი? ლუკა დახარება ძმაო, საღო. ძმაო, ბიჭო მაგრა შეასრულეს, თო. რა ფული დაგიტოვეთ? აუ. იქ 1-1-ზე ბევრი რო არ ეცადა, აი ადგა დაინაყროს და ადგა და გაიტანა. მაგას ბიჭო, ამის რა მომეწონა, იცი მე ეს რა დარბის, მართლა რა დარბის, ლუკა. საბოლოო ჯამში ჩვენ გავიმარჯვეთ? ფული დაგშა. ფული დაჩა. ძმაო, მადლობა რაბან. ძმაო რა, გადიიქებ რაბან, მადლობა ძმაო. ბიჭო, ხარება არ დავიტოვოთ ისე რა გიჟა. ხარებს საღო ძმაო და მაგარი სეზონი უნდა ქონდეს დინამოში და აუცილებლად უნდა წახვიდე შენ წინ და წინ რა. ევროპაში უნდა გიხილოთ ევროპის რომელიმე გუნდში. მადლობა პირველ რიგში თქვენ, საინტერესო გადაცემაა და წარმატებებს გისურვებთ, იმსახურებთ, ბევრს შრომობთ და იმედი მაქვს, რომ დაგიფასდებოთ და მადლობა ძმაო. მაგარი კაცი ხარ ძმაო, წარმატებები ოქრო კაცი. და 1000 ლარი მეგობრებო, ოჯახში დარჩა, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. მოიწონეთ აუცილებლად ეს ვიდეო და ჰეშტეგი არის ხიდეშა 16 მეგობრებო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, რაბანას არხი აუცილებლად გამოიწერეთ და წინ მაგარ ვიდეოს გვირდებათ, წენა ვილაპარაკეთ და ისეთი რაღაცეები გითხრა მოკლედ, ნუ ამას დავტოვოთ ცოტა ინტრიგად და გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. მადლობა ბიჭო მოსვლისთვის.